2025 წელს ნინო მაჩუკა ქოუჩინგის თითქმის ერთწლიანი პროგრამა განსაკუთრებული სხივია ანთო მან ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ჩემმა დაიკო მაჩუკა ეს და აქ მაცვია. ყაზბეგში გავემართეთ. ეს ვიდეოები ავაჩქარე, იმიტომ რომ აღარ მინდოდა იგივე მომებეზრევინა თქვენთვის თავი, მაგრამ სიამოვნებს ეს ვიდეოები. ამ ქოუჩინგის გავლის შემდეგ აქტიურად დავიწყე ვიდეოების ჩაწერა. მანამდე რატომღაც ვერ ვბედავდი. ეხლა კი ძალიან სიამოვნებს ამ დადებითი ენერგიების და ემოციების ხელახლა მიღება. ეს კი ვიზაჟისტების კონკურსში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ ხატვის კონკურსში და სომხეთში წავედი. ჩემი მამაჩუქეს ეს ყველა მოგზაურობა. მათ ძალიან გამანებიურეს 2025 წელს და კიდევ უფრო მეტად შემოყარეს ოჯახური მოგზაურობები. იმდენად სიამოვნებს ეს ვიდეოები. ბოდიშს გიხდით, რომ ავაჩქარე ესე ძალიან ცოტა ძნელი აღსაქმელია, მაგრამ ეს დადებითი ენერგიები და ემოციები იმდენად მჭირდება, იმდენად, რომ მინდა რომ ხელახლა განვიცადო. ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახა ჩემს შინაგან განწყობაზე და ეს ბოლო რამდენიმე თვე ძალიან მჭირდებოდა ეს დადებითი ენერგიები. აქ ვამბობ, რომ სადაც წყალს დავინახავ, ყველგან ძალიან დადებით მიზი დავსმეთქი და ეტყობა ეს რაღაცა შინაგანი მდგომარეობაც იყო. აქ ძალიან ლამაზი სასტუმრო იყო. ესეც რაღაცა ზღაპრული ქვეყანა იყო. ჰობიტების სამყარო, ბეჭდების ბრძანებლის სამყარო და ხელახლა განვიცადე იგივე დადებითი ენერგიები. სომხეთში მანამდეც ვიყავი, მაგრამ ჩემმა დამ წამიყვანა და ეხა უფრო მასშტაბური იყო ეს ყოველივე და უფრო დაწვრილებით ვნახე და კიდევ უფრო დადებითი ენერგიებით დავიმუხტე. ეს ყველაფერი იმდენად სიამოვნებს, რომ ბოდიშს გიხდით ესეთი აჩქარებული როა ეს ვიდეოები და თუ გნებათ მხოლოდ მომისმინეთ და გაატარეთ, ასე ვთქვათ, ეს ვიდეოები. საფულში მართლა დადებითი ენერგიებით დავიმუხტე, ავივსე, ყველანაირად გამიმუხტე, ძალიან დადებითად განვეწყვე, ბევრი ნახატი დავხატე, რა თქმა უნდა, აქ ეხლა ნახატებსაც ვერ გაგიზიარებთ. ნინოს ქოუჩინგის შემდეგ ძალიან რაღაცნაირი ნათურა ენთო, ასე ვთქვათ, ჩემში, რომელიც აი შეუჩერებელი გახდა. შემდეგ მოვიარეთ იქაური მიდამოები, ყველაფერი აბსოლუტურად ამ ყველაფერს ვყვები rilsებში, რომლებიც თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ თუ არა და არ არის აუცილებელი. ხო და აქ ვამბობ, რომ გეოლოგია მიტაცებს მეთქი და არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანადაც ვაგროვებ ამ ქვებს, ეს გადახვევით, ცოტა ხუმრობით და ჩემ თავს უნდა შეუძახო, რომ არა ნატო, ნუ აგროვებ, ნურც მოგაქვს, ნურსაიდან ქვები და ნურც ლოდები და ნურც ნურაფერი. არ არის საჭირო. ნახეთ, აი აქ მუჭით წამოვიღე რამდენი ქვა. ხო, შემდეგ დედაჩემის საჩუქრებზე რომ დავიწყო ახლა აქ საუბარი, ვეღარ მორჩები ვერასოდეს. წავედით ჩემი ძმის დაბადების დღეზე ჩარგალში. ძალიან ლამაზი ბუნება იყო და აი აქაც ავივსე, მაგრამ აი აქედან დაიწყო რომ დამეწყო ჯანმრთელობის პრობლემა, აქაც ვამბობ ვიდეოში და ნუ აღარ მინდა დღემდე გრძელდება ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, მაგრამ აღარ მინდა ამ პოზიტიურ ვიდეოში კიდევ რამე პრობლემებზე ვისაუბრო. აქაც აჩქარებული ვიდეო, დავაჩქარე ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოდიოდა, თითქმის 9 საათიანი და აღარ მინდოდა რომ მომებეზრებინა თქვენთვის თავი და თავარი სათქმელი მე თქვა. ხო და ჩარგალში ძალიან მაგარი ამინდი იყო. რასაც ქვია, აი ბუნება შევიგრძენი. ცუდი ამინდი რო ყოფილიყო, მგონი ესე ვერ აღვქვავდი ბაჟას ბუნებას. ძალიან აქაც დავიმუხტე დადებითი ენერგიებით, იმიტომ რომ მჭირდებოდა, ასე ვთქვათ რა. ხო და წამოვედით ჩარგალი
მოვიარეთ იქ მიდამოები ყველაფერი ვნახეთ ვაჟა-ფშაველა სახლ-მუზეუმი თუ ჟინვალი თუ რა ვიცი ყველაფერი ვიდეოები და ფოტოებიც გადავიღე უამრავი ვეცადე მაქსიმალურად გადმომეცა ამ ჩემი კამერით როგორც შემეძლო მე ხო არა ვარ პროფესიონალი მე არაპროფესიონალის ხელით ვიღებ მაგრამ ეტყობა ეს მხატვრის ხედვა და რაღაც მაქვს მაინც და რაღაცნაირად საყვარელი გამოდის ხოლმე ეს ვიდეოები და მინდა რომ გაგიზიაროთ ხოლმე ახალ-ახალი ნიჭი მინდა რომ აღმოვაჩინო ხოლმე სულ ჩემში ოჯახური მოგზაურობა იმდენად შემიყვარდა და იმდენად ფავორიტი გახდა ჩემთვის დიდი მოგზაური მე არა ვარ მაგრამ აი ოჯახურ მოგზაურობაზე არასოდეს უარს არ ვიტყვი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმიც ძალიან მომეწონა მაგათი ტრადიციები და ყველაფერი იქ ძალიან დეტალებშია ნაჩვენები ეს ნახატებიც მომეწონა ყველაფერი მომეწონა ძალიან ლამაზი იყო იქაურობა აქ დაწვრილებით ყვები ამასაც რილში შეგიძლიათ ნახოთ ხო და ესე მოვიარე იქაურობა გადავიღე ყველაფერი როგორც შემეძლო რანაირადაც შემეძლო შეიძლება ცოტა აკანკალებული ხელით მე ჩვენი იუბილარიც ვადღე გრძელეთ წამოვედით და ამას მოყვება შემდეგი საჩუქარი რომელზეც ვოცნებობდი ქალბატონი თამარის ზრდის ფაქტორი რომელიც მაჩუქა და ეს იყო აი არ ვიცი დაუვიწყარი მოგზაურობა და ქალბატონი თამარი უპირობო სიყვარულის მარგალიტია ეს კი ბებოს საჩუქარი ეს